დღესაც კი ძალიან ბევრი ადამიანი ევროპაში რომ მიდის რჩება. 90-იანებში როცა კატასტროფა ნაცრისფერი იყო ქვეყანა, ჰქონდათ საშუალება დარჩენილიყავით გერმანიაში, ახსენეთ კიდეც, მაგრამ 92-ში ჩამოხვედით, როცა ფრენა არ იყო, ჩავხვედით მოსკოვში და მოსკოვიდან წამოხვედით მატარებლით. ანუ 9 და 9 ზღვა გადაიარაო, შეიძლება ითქვას, რომ ჩამოსულიყავით თბილისში. მე მგონი როსტოვში ამერიკელი აგენტი ეგონეთ. ხო, რომ ვერ გაიგეს, რომ საქართველოს რო ნახეს კიდე გიტარა მე მქონდა მართლა ნაჩუქარი გერმანულმა გოგო მაჩუქა დაბადების დღეზე ოქროსფერო გაანათა იმ გიტარამ. მე საერთოდ ვერ ეს რადგან გაუბიცა უნდა ჩაიტანო და მართლა ესეთი გზა იყო საშინელი და აღმოკლედ რა. ხო და ამ მეტნაკლებად აწყობილი ცხოვრებაზე და კარიერაზე თქვი თუ არით და ჩამოხვედით საქართველოში. რატო? იცით რა არის, მე არ მიყვარს დეზერტირი ხალხი. ბრძოლიდან რო გარბის პირველ რიგში ეგენი. მე ვარ ჯარისკაცი და აი ჯარისკაცი თუ ბრძოლიდან გაიქცა, უფალმა რახანა გამაჩინა, ესე იგი აქ ვიყავი საჭირო ხოლმე ჩემი შინაარსით ცხოვრებით ყველაფრით. და მე კიდე როგორ უნდა იყო, კარგად როცა იცი რომ შენი ცოლშვილი აქ არის, დედმამა აქ არის, მეგობრები და იმათ უჭირს და ეხა მე იქ ბედნიერი ვერ გავხდებოდი. ან ვერ დავწერდი მუსიკას იმაზე, რაზედაც წერ ერთგულებაზე, სიყვარულზე და შენთან გაქცეული ხარ და მიტოვებული გაქვს ყველაფერი.